მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, შემდეგი საბრძოლო კვირით და ამ კვირას სერბეთიდან, ბელგრადიდან გადმოხვდებით უკან ლას-ვეგასში და გვექნება fight card-ი მთავარი ბრძოლით ქვილიან სალქელდი მათეუშ გამროტის წინააღმდეგ. ბრუნდებით მშობლიურ ქალაქში მეტააფექსში და გვექნება საყვარელი 11 ბრძოლიანი კარდი. ქვილიან სალქელდი უმაგრესი lightweight-ის პროსპექტი შეეცდება დაამარცხოს ძალიან გამოცდილი მათეუშ გამროტი და ნელ-ნელა აიწიოს ქამრისკენ. ხოლო გამროტი ამ ჩხუბში გამარჯვებით გააკეთებს განაცხადს და დაუბრუნდება ტოპატის ჩხუბებს. ამ ქარდზე კომენიუენტი გვაქვს ორ ვეტერანს შორის, ბილი კვარანტილო დაუპირისპირდება დიეგო ფერეირას. ასევე გვაქვს ქალების ძალიან კაი ჩხუბი ამანდა ლემოსი დაუპირისპირდება თავისივე თანამემამულე ალექსია ტაინარას. ქარდზე ასევე გვეყოლება ჩემთვის ძალიან საყვარელი ვეტერანი დარენ ელკინსი 42 წლის ბებერი მგელი იადერ დელვალეს წინააღმდეგ. ეს და სხვა ძალიან ჯიგრული ჩხუბები გვექნება ქარდზე, სულ 11 ჩხუბი როგორ თქვი და დავიწყოთ ნელ-ნელა დასაწყისშივე შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ვიდეო თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები რა თქმა უნდა და გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. ჩავხედოთ ჩვენ წინა ქარდს რა თქმა უნდა და თქვათ ორი სიტყვა პროგნოზებს რაც შეეხება 12-2-ზე წამოვიდა ძალიან კაი ქარდი იყო პროგნოზების მხრივ ყველაფერი როგორც რეალური იყო ისე წამოვიდა მართალია ბეტინგის მხრივ არ გაამართლა ამ ქარდმა რაც იმას ამტკიცებს ისევ რომ ბეტინგის პროგნოზები და უბრალო პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება აგერ უბრალო პროგნოზებში მშვენიერი შედეგი იყო თუმცა ბეტინგმა არ გაამართლა მთლიანობაში ქარდი უმაგრესი იყო პირველი ქარდი იყო სერბეთში და მართლა ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა დაჟე რეკორდის მოხსნა ამ ქარდმა ყველაზე მეტი ფინიში იყო ერთ ქარდზე UFC-ის ისტორიაში 12 ფინიში იყო სულ ორი ჩხუბი იყო რომელიც მესამე რაუნდამდე მივიდა აქედან 10 ჩხუბი პირველივე რაუნდში მორჩა მართლა სიგიჟე იყო ლაივში ვიყავი fight companion-ზე ბევრი მიყურებდა რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ შემდეგ კვირასაც იქნება რა თქმა უნდა ლაივი ძირითადად პირველ რაუნდში სრულდებოდა ყველა ჩხუბი და დიდი ხანი ველოდებოდით მერე ჩხუბების დაწყებას იმიტომ რომ რაღაც დრო UFC-ს რაც აქვს გამოწერილი ის არ სრულდებოდა და ამის გამო რეკლამების ყურება გვიწევდა თუმცა მე პირადად ამ ფინიშებით ძალიან ვისიამოვნე მოკლედ საერთო ჯამში ძალიან კაი ქარდი იყო ბრუნდებით ახლა ჩვენ მშობლიურ აპექსში დავიწყოთ ჩვენი ამ კვირის ქარდის განხილვა ტრადიციულად რა თქმა უნდა თავარი ჩხუბიდან ვიწყებ მათეუშ გამროტი ქვილიან სალქელდის წინააღმდეგ ეს ჩხუბი რა თქმა უნდა უდაოდ საუკეთესოა ამ ქარდზე და ყველაზე მეტად მომწონს ქვილიან სალქელდი ავსტრალიელი მებრძოლი 12-1-ზე ბალანსით რომელმაც UFC-ის კარი შემოანგრია და აკეთებს მართლა საოცრებებს მე პირადად ძალიან დაჰაიპებული ვარ ამ კაცით მართლა მაღალი დონის სკილები აქვს ყველგან რაც ვნახე აფინიშებს თავის მეტოქეებს როგორც დგომში ასევე მიწაზე აქვს ჯიუ-ჯიტსუ სკილები აქვს ჭიდაობის უმაგრესი სკილები UFC-ში რაც არის უკვე 5 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 5-ვე ჩხუბში თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი გვანახა დანავეთის კონტენდერების სერიაში მოიპოვა თავისი კონტრაქტი როცა შემოვიდა UFC-ში იმის შემდეგ პირველ ჩხუბში ანსუჯუბლი დააფინიშა თავის ვაირალ ნოკაუტით შემდეგ იანალ აშმუს ეჩხუბა სადაც ვერ მოახერხა აშმუზის დაფინიშება და 3 რაუნდიანი ჭიდაობით მოუგო ჰევი ჭიდაობით როგორც მახსოვს 15-ზე მეტი ტეიქდაუნი ქონდა მაგ ჩხუბში სალქილს და უფრო მეტი მცდელობა ტეიქდაუნის იმის შემდეგ ნასრათ ჰაკბარას პირველივე რაუნდში ასევე ვაირალ KO გაუკეთა უდიდესი ჰედკიკით გათიშა შემდეგ ეჩხუბა ჯეიმი მულარკის სადაც აჩვენა თავისი გრაუნდ სკილები პირველივე რაუნდში რეარ ნეიქედით დააფინიშა და შემდეგ ჩხუბში ბენიელ დარიუში ანუ ბოლო ჩხუბში ბენიელ დარიუში პირველ რაუნდში უგონოდ გათიშა ასევე ეხლა მათეუშ გამროტი შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდი ტესტია მისთვის მაინც ტოპ 15-ის კაცია გამროტი მე-11 ნომერია ეხლა რანკინგში და სტილითაც ესეთი მძიმე მოჭიდავე ჯერ არ ყოლია მეტოქე სალქილს ქვილიან სალქელდი საჩემპიონო კაცი მგონია ხამარი თუ ვერ მოიპოვა ქამრისთვის აუცილებლად იჩხუბებს ერთხელ თავის კარიერაში დიდი გზა აქვს მაინც წინ გასავლელი 26 წლისაა ახალგაზრდაა ძალიან მათეუშ გამროტს რაც შეეხება პოლონელი მებრძოლია 26-4-ზე აქვს ბალანსი საკმაოდ დიდი ხანია UFC-შია გახსოვთ ალბათ გურამ ქუთათელაძესთან ჰქონდა თავისი დებიუტი UFC-ში 35 წლისაა უკვე ნელ-ნელა ასაკში შედის არის გადმოსული UFC-ში KSW-დან პოლონეთში არის KSW MMA ორგანიზაცია ჩემპიონი იყო აქ და დიდი ჰაიპი ჰქონდა პოლონელ ხალხს საერთოდ ძალიან უყვარს მათეუშ გამროტი დიდი ფანბაზა ყავს მას აქ და UFC-ის კარიერაშიც რა თქმა უნდა ბალეში ყოფენ და გულშემატკივრობენ ძალიან სულ 4 წაგება აქვს UFC-ში და 4-ვე წაგება არის მაღალ დონეზე
თავიდან გურამთან რაც წააგო ის პირველი, მერე ბენილ დარიუშთან აქვს 2022 წელს წაგებული, ამ დროს დარიუში კიდე ხობზე იყო. დენ ჰუკერთან აქვს შემდეგ 2024 წელს split decision-ით შეიძლებოდა მიეცათ გამროტისთვის ეგ ჩხუბი ჩვეულებრივად, თუმცა მოუგო ჰუკერმა და ბოლოს ოლივეირამ გაგუდა წინა წელს თავის ქვეყანაში ბრაზილიაში. ეხლა ბოლოს ესტემან რიბოვიჩთან აქვს ნაჩხუბარი და მეორე რაუნდში დააფინიშა არმ ტრაიანგლით, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. უადვილესად მოუგო რიბოვიჩს, არ მეგონა ნახდათ 10-ია პირველ რაუნდში, მეორე რაუნდში ჩაიყვანა და დააფინიშა. გამროტის სკილებს რაც შეეხება, ერთპიროვნულად მოჭიდავია და არის chain wrestler-ი, ანუ თუ არ გამოუვიდა ჭიდაობა, მაინც არ გაჩერდება, მაინც შევა ფეხში და ძირითადად კარგ სტრაიკერებს ეგრე უგებს ხოლმე, აი რიბოვიჩსაც ბოლოს რაც მოუგო, რიბოვიჩი მშვენიერი სტრაიკერია და უბრალოდ არ მისცა საშუალება თავისი სტრაიკინგის წარმოჩენის. ოლივეირას ჩხუბამდე ასევე ვხედავთ ლუდოვიტ კლეინთან გამარჯვება 3 რაუნდიანი decision-ით, იგივენაირად მოუგო კლეინსაც 10-ია 3 რაუნდი და განსხვავებული გეგმა ამ ჩხუბშიც არ ექნება, აუცილებლად მისი გეგმა იქნება, რომ თავისი მძიმე ჭიდაობით ჩაიყვანოს სალკილდი და დააფინიშოს ძირს ან decision-ით მოუგოს. თუმცა მე ვენდობი სალკილდის ჭიდაობას, ფიქრობ, რომ დიდად არ ჩამოუვარდება საერთოდ გამროტის ჭიდაობას, ისიც მსგავსად chain wrestler-ია, დგომში ბევრად უკეთესია სალკილდი, ანუ შედარებას არ არის, დგომში თუ გაუჩერდა გამროტი, ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაიჭერს რაღაცაზე და გაარტყავს რაღაცას და დააფინიშებს სალკილდი, ხოლო ძირს სუფთა ჯიუჯიტსუს რაც შეეხება, სუფთა ჯიუჯიტსუს მგონია რომ სალკილდს უკეთესი აქვს. დიდად არ გვინახავს ესე სალკილდის ჯიუჯიტსუ UFC-ში, ერთ ჩხუბში ვნახეთ ჯეიმი მულარქისთან, თუმცა აი რაც ვნახე მაგ ჩხუბში, ჩემი პირადი გამოცდილებით, ჩემი პირადი ჯიუჯიტსუს გამოცდილებით, რაც დავინახე, იყო მართლა მაღალი დონე ქვილიან სალკილდისგან, ჩაათრია ძირს და ზურგი ისე სუფთად აიღო და ხელები ისე სუფთად შეკრა, რომ ვფიქრობ მართლა მაღალი დონის ჯიუჯიტსუ აქვს ამ კაცს. ყველაფერი გააკეთა ტექსტბუქში როგორც წერია, იმას მიყვა და ისე დააფინიშა ჯეიმი მულარქი, ამიტომ მგონია რომ გამროძე ალბათ ცოტა უფრო კაი ჯიუჯიტსუ სკილები აქვს. თუმცა გამროცსაც მშვენიერი ჯიუჯიტსუ სკილები აქვს, სულ რო არაფერი, ეხლა ADCC ტარდება, ADCC Worlds-ი არის პოლონეთში და მოწვევა აქვს გამროც, ანუ იქ აპირებს გამოსვლას. ამ ჩხუბის შემდეგ პირდაპირ ბრუნდება პოლონეთში და მოემზადება მაგისთვის, ზუსტად არ მახსოვს აგვისტოში თუ სექტემბერშია ADCC Worlds-ი. იცით რომ მიყვარს ძალიან პოლონელი მებრძოლები, გულშემატკივრობ ძალიან, თუმცა ფიქრობ რომ სალკილდი უკეთესია, ნელ-ნელა მაღლა და მაღლა ადის, უფრო მშიერია, უფრო მოტივირებულია და სკილებიდან გამომდინარე და ამ ყველაფრიდან გამომდინარე საერთოდ რაც ვილაპარაკებ, ფიქრობ რომ ამ ჩხუბში ქვილიან სალკილდი დარჩება გამარჯვებული. 1.69 აქვს კოეფიციენტი სალკილდს, ეხლა წინა დღეებში უფრო მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა, ეხლა ნელ-ნელა დააკლდა და ვფიქრობ რომ კიდე უფრო დააკლდება და უფრო მეტი ფული წამოვა სალკილდზე, ხოლო მათეუშ გამროც აქვს 2.13. ჩემი ფიქი არის ქვილიან სალკილდის გამარჯვება ფინიშით. ფიქრობ რომ დაიჭერს რაღაცაზე გამროს, აქვს შანსი სალკილდს რომ მიწაზე დააფინიშოს საბმიშენით და აქვს ასევე შანსი რომ დგომში გაარტყას რაღაცა და დააფინიშოს. ძალიან მომწონს ქვილიან სალკილდის შანსები ამ ჩხუბში. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, ბილი კვარანტილო დიეგო ფერეირას წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ეს მატჩაპი, ბევრჯერ მაქვს ვიდეოებში ნათქვამი და ეხლაც ვიტყვი, მიყვარს ძალიან, როცა UFC ვეტერანები ერთმანეთს ეჩხუბებიან და UFC ვეტერანს არ ახვედრებენ ვინმე ამომავალ პროსპექტს, რომას გადაუვარონ და მოიხვეჭონ შემდეგ თავისი სახელი. აქ ეხლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, ორივე ასაკშია შესული დიეგო ფერეირა განსაკუთრებით, ორივე თავისი კარიერის ბოლოსკენაა, ორივეს ბოლო ჩხუბები წაგებები აქვს და ამ ჩხუბიდან რომელიღაც დარჩება გამარჯვებული დიდი ალბათობით. ბილი კვარანტილო 18-7 ბალანსით 37 წლისაა, ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს, ორივე ფინიშით. დიდი კარიერა აქვს საკმაოდ UFC-ში, 2019 წლიდან მოღვაწეობს და ბევრი ისეთი ჩხუბი აქვს, საიდანაც დაგვამახსოვრა თავისი თავი, ძალიან გამძლე მებრძოლი იყო. ეხლა ბოლოსკენ როგორც ვხედავ და როგორც ვამჩნევ მე, ეს გამძლეობაც ნელ-ნელა მოერყა, ფინიშდება, როგორც თქვი, ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს ფინიშით. ჯერ კაპსულსონთან წააგო 2024 წელს მესამე რაუნდის ფინიშით. მარჯვენა პირდაპირით დასვა ქაბიქაბმა, ულამაზესი KO იყო. და იმის წინ იუსეფ ზალალმა მეორე რაუნდში გაგუდა. არადა ძალიან გამძლე იყო ადრე მართლა რა და ამით გამოირჩეოდა. ეხლა კიდე ეს თავის გამძლეობაც
ნელ-ნელა უკან მიდის. დიეგო ფერეირა 19-7-ზე ბალანსით ბრაზილიელი მებრძოლი 41 წლისაა, საკმაოდ ასაკშია თან ამ წონისთვის. 41 წელი უკვე დიდი არის. ერთი რაღაც დამამოწყდა მე თქვა, როცა ბილი კვარანტილოზე ვლაპარაკობდი, კვარანტილოს თავისი კარიერა აქვს featherweight-ში ჩატარებული და ეხლა ადის lightweight-ში. ვფიქრობ სწორი ნაბიჯია, ხვდება რომ უკვე ასაკში შედის და featherweight-ი ცოტა რთული დივიზიონია. ბევრი წონის დაკლება ეხლა არ მოუწევს და lightweight-ში იჩხუბებს. ფერეირასაც მსგავსად კვარანტილოსი ბოლო 2 ჩხუბი წაგებული აქვს. ალექსანდრე ჰერნანდეზმა მეორე რაუნდში დააფინიშა წინა ჩხუბში. იმის წინ კი გრანტ დოუსონთან 3 რაუნდიანი დესიჟენი აქვს წაგებული. ისიც დიდი ხანია დაჟე კვარანტილოზე, უფრო დიდი ხანია რაც UFC-ში 2014 წლიდან მოღვაწეობს და ვფიქრობ ეს არის მისი ერთ-ერთი ბოლო ჩხუბი საერთოდ მის კარიერაში. უყვარს სტრაიკინგი, არ ერიდება გაცვლებს. ჭიდაობის სკილებიც აქვს, მაგრამ ესეთი ძიმე დიდი მოჭიდავე არ არის. აქვს ჯიუ-ჯიტსუ, საკმაოდ მაღალი დონის, შავი ქამარია და საერთოდ ძალიან გავს სკილებით კვარანტილოზის თავისუფლად შემიძლია იგივე თქმა, რაც ზუსტად ეხლა ვთქვი დიეგო ფერეირაზე, მსგავსი სტილი აქვს, დგომში უყვარს ძირითადად ჩხუბი, მაგრამ ძირსაც არ ერიდება გაცვლებს. საკმაოდ თანაბარი ჩხუბია ჩემი აზრით და კოეფიციენტებიც ვფიქრობ ერთნაირი უნდა ქონდეთ ამ მებრძოლებს, მაგრამ ბუკმეიკერებს სხვანაირად აქვს შეფასებული ეს ჩხუბი. დიეგო ფერეირა ფავორიტია. 1.59 აქვს, ბილი კვარანტილოს აქვს ეხლა 2.58, დიდი ანდერდოგია. არ უნდა იყოს ესე ნადად, მიჭირს ძალიან ფიქის გაკეთება ამ ბრძოლაში. 50-50-ზეა ჩხუბი და ამიტომ ჩემი ფიქი იქნება 2.5 რაუნდზე მეტი. გაიწელება ჩხუბი, არ ვფიქრობ რომ რომელიმე შეძლოს და დააფინიშოს მეტოქე თუ რაღაცა დიდი მძიმე დარტყმა არ იყო, ვფიქრობ რომ დააზიანონ ერთმანეთი, შემდეგ მიყოლით ვერ მიყვებიან. დრო გავა, გაიწელება ჩხუბი და დიდი ალბათობით მივიღოთ დესიჟენამდე. გადავედით შემდეგ ჩხუბზე და მივადექით ძალიან მაგარ ჩხუბს ჩემთვის. თავარი ჩხუბის შემდეგ ყველაზე კაი ჩხუბი ეს არის და ყველაზე მეტად ამას ველოდები, დარენ ელკინსი იადიერ დელვალეს წინააღმდეგ. ძალიან მიყვარს დარენ ელკინსი, the match, რაც ქართულში ითარგმნება პირდაპირ როგორც ზიანი და ეს კაცი მართლა ყველაზე დიდ ზიანს იღებს ყველა ჩხუბში, თითქმის გახეული აქვს თავპირი და როგორღაც მაინც ახერხებს ხოლმე და იგებს ხოლმე ჩხუბებს, აგერ ბოლო 3 ჩხუბიდან 2 მოგებული აქვს. 42 წლისაა, სახეზეც და ფიზიკურათაც ეტყობა რომ ძალიან ასაკში, მაგრამ გული აქვს ამ კაცს, რკინის გული აქვს მართლა. 2010 წლიდანაა UFC-ში და ლეგენდაა ჩვეულებრივი. ერთადერთი ფინიში, submission ფინიში აქვს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ და მაგის შემდეგ submission-ით არ დაფინიშებულა. ამ კაცს თუ აფინიშებენ დგომში, უხევენ თავს და შემდეგ ანოკაუტებენ. მისი submission-ით დაფინიშება შეუძლებელთან ძალიან ახლოსაა. თავის ბოლო ჩხუბებში ძალიან ბევრჯერ იყო ღრმა submission-ში, თუმცა არ იგუდება რაღაცნაირად, თან არც ნებდება. გამოდის შემდეგ და უკვე ნაცემი და გადასისხლული აქეთ აწვევა თავის მეტოქეს და ტეხავს, შეიძლება ითქვას, მენტალურად ანგრევს და თავის იმ ძიმე ჭიდაობით უგებს ხოლმე ჩხუბებს. ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს ჯულიან ეროსასთან, პირველ რაუნდში უმარტივესად დააფინიშა ეროსამ, დგომში დაუდგა, შეეცადა მაქსიმალურად რომ ჭიდაობაში და გრეპლინგში არ ჩახოლოდა, ბევრი ნოკდაუნის შემდეგ დააფინიშა რაუნდის ბოლოს. თუ გინდა რომ დერენ ელკინს მოუგო, უნდა იყო კარგი სტრაიკერი, კარგი ტეიქდაუნ დიფენსით. კარგი სტრაიკერიც არ უნდა იყო, ნორმალური სტრაიკერი უნდა იყო, კარგი ტეიქდაუნ დიფენსით და აუცილებლად დაამარცხება ამ კაცს. მართლა ძალიან დაბალი დონის სტრაიკინგი აქვს თავის კარიერის განმავლობაში, თუნდაც დასაწყისშიც სულ უჭირდა ხოლმე. ამ კაცის უპირატესობა არის გამძლეობა, კარდიო და ჭიდაობა. იადიერ დელვალეს რაც შეეხება 10-1 აქვს ბალანსი, ახალგაზრდაა, ბევრად დარენ ელკინსთან შედარებით 30 წლისაა, კუპელი მებრძოლია. UFC-ში აქვს 3 ჩხუბი ჩატარებული, აქედან 2 მოგებული აქვს და ბოლო ჩხუბი წააგო ჯორდან ლევიტის წინააღმდეგ. ყველას გასაკვირად დიდი ფავორიტი იყო მაგ ჩხუბში დელვალე და ჯორდან ლევიტი გამოვიდა და თავისივე სტილში ძიმე ჭიდაობით 3 რაუნდი ათრია პოლის სტილოსავით და მოუგო გადაწყვეტილებით. ერთპიროვნულად მოჭიდავეა დელვალეც, მისი მეტოქის მსგავსად უყვარს ჭიდაობა და დგომში ცდილობს ხოლმე რომ დიდი ხანი არ გაჩერდეს, ცდილობს რომ ჩაიყვანოს მეტოქე ძირს და შემდეგ იქ მოუნახოს რამე submission-ი, ან კიდე დგომშივე შეახტეს გილიოტინაზე, ძალიან უყვარს დელვალეს გილიოტინები და აქვს ასე
ფინიშები თავის კარიერაში. უყვარს მოკლედ გილიოტინაზე შეხტომა და დაფინიშება თავისი მეტოქეების, რაც ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბში დარენ ელკინსის წინააღმდეგ შეუძლებელი იქნება და იქნება ძალიან დიდი შეცდომა დელვალეს მხრიდან, იმიტომ რომ გილიოტინაზე თუ შეახტა აუცილებლად გამოძრება იქიდან ელკინსი და აღმოჩნდება ზევიდან და შემდეგ ზემოდან იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ელკინს დიდი გზა არ აქვს დარჩენილი UFC-ში და ბევრი ისეთი ჩხუბი ნახდად არ არის დარჩენილი, რომელშიც ექნება წარმატება ელკინს, თუმცა ეს მაჩაპი და იადიერ დელვალეს ეს სტილი, რაც აქვს, გონია ძალიან ხელსაყრელი დარენ ელკინსისთვის და ვფიქრობ, რომ უდიდესი შანსი აქვს ელკინს ამ ჩხუბში. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ყველაზე დიდი ფავორიტია დელვალე ამ ქარზე 1 და 12 აქვს და ელკინს აქვს 5 და 90. ნახდად არ ვეთანხმები კოეფიციენტებს. ვფიქრობ, რომ ბევრი ჭიდაობა გვექნება ამ ჩხუბში. ნახეთ ჩვენ წინა ჩხუბში ჯორდან ლევიტმა რა ადვილად აკონტროლა ძირს დელვალე და ვფიქრობ, რომ ელკინს აქვს შანსი, რომ ჩაიყვანოს ძირს და გააკონტროლოს. ვენდობი ძალიან ელკინსის submission defense. თან ამ submission ცდელობებში დიდი ალბათობით თავიდანვე იქნება ეს ground გაცვლები და ამ ცდელობებში ვფიქრობ, რომ დაიღლება დელვალე. და აი როცა ეს დაიღლება, მაშინ ჩაერთვება ზუსტად ელკინს, მიაწვება ბოლომდე და 3 რაუნდიანი დესიჟენით დარჩება გამარჯვებული. ჩემი პიკი იქნება ყველაზე დიდი ანდერდოგი ამ ქარზე დარენ ელკინსი. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ამანდა ლემოსი, ალექსია ტაინარას წინააღმდეგ, ორი ბრაზილიელი გოგოს ჩხუბი გვექნება. ამანდა ლემოსიც ასაკშია უკვე 29 წლის გოგოა, თან ყველაზე მსუბუქ წონაში ჩხუბობს, 15-6-1 აქვს ბალანსი, ძალიან გამოსვლილია UFC-ში, 2017 წლიდან მოღვაწეობს. კამარზეც ნაჩხუბარი აქვს ჩვენ ნახეთ ველი ჟანგის წინააღმდეგ. საკმაოდ ბევრი შანსი ჰქონდა ასევე მაგ ჩხუბში. ძირითადად სტრაიკერია და ცდილობს ყოველთვის თავისი ბრძოლა დგომში დატოვოს და იქ დაამუშაოს მეტოქე. პრობლემები როცა იქნება მაშინ როცა ძიმე მოჭიდავეს ეჩხუბება და ბოლო ჩხუბებია ძირითადად მოჭიდავეებს აჩხუბებენ. ხედავთ ჩვენ ჯილიან რობერტსონთან წაგებას, იმის წინ ტატიანა სუარესთან, ასევე მოჭიდავესთან. იასმინ ლუცინოს მოუგო ეს კაი მოგება და იმის წინ ვირნა ჯანდირობასთან მეორე რაუნდში ანბარით დამარცხდა და იქაც ეჭიდავა ჯანდირობა. იმის წინ მაკენზი დერთან აქვს გამარჯვება, მაკენზი ახლა ჩემპიონია ამ წონაში. ერთი რაღაც არის, როცა ვლაპარაკობ ლემოსზე, რაც ძალიან არ მომწონს, ეს არის მისი fight IQ. ხშირად უშვებს ხოლმე ძალიან უტინო შეცდომებს ჩხუბებში, აი მახსენდება ტატიანა სუარესთან როცა იჩხუბა. ძალიან დაღლილი იყო ტატიანა სუარეზი ბოლოს, საერთოდ ვეღარ ჭიდაობდა და ვეღარ უკეთებდა ტეიქდაუნებს. შეეძლო იმ ჩხუბის მოგება ლემოს თავისივე ინიციატივით, დაუწყო ჭიდაობა სუარეზ, შემოუტრიალა შემდეგ სუარეზი და საბოლოო ჯამში მოუგო გადაწყვეტილებით. ეს ვფიქრობ მისი ძალიან დიდი პრობლემაა და ვფიქრობ ამ ჩხუბშიც დაუშვებს რაღაც შეცდომას ტაინარას წინააღმდეგ. ტაინარა 14-1 ბალანსით 28 წლისაა, ბევრად ახალგაზრდა მებრძოლია და UFC-შია წინა წლიდან. 3 ჩხუბი ჩაატარა, 3-ვე მოიგო და საკმაოდ დიდი ჰაიპი მოიპოვა. მეტყველებს იმაზეც, რომ 3 ჩხუბში აგერ უკვე ესეთი დიდი ჩხუბი აქვს ლემოსის წინააღმდეგ და ლემოს თუ გაცდა დიდი გზა აღარ იქნება დარჩენილი კამრამდე. წინა ჩხუბი ბრუნა ბრასელს მოუგო, ეხლახანს იყო 28 მარტს ამ წელს ჩატარდა. მაქვს გაკეთებული განხილვა მაგ ჩხუბის. ეს იყო რემატჩი ამ ორ გოგოს შორის და მახსოვს აი მაგ ჩხუბს როცა განვიხილავდი და როცა რისერჩ ვაკეთებდი, ეს იყო მათი რემატჩი, ანუ ადრეც აქვთ ნაჩხუბარი 2019 წელს. იმ ჩხუბში ტაინარა იყო საერთოდ სხვა ადამიანი. აი ბევრად გამოუცდელი იყო, ფიზიკურადაც სულ სხვანაირი იყო. მესამე რაუნდში გილიოტინით დააფინიშა ბრუნა ბრასილმა და ეხლა როცა იჩხუბეს, დაუდოდონეები, ძიმე მოჭიდავეა და ძირითადად მაგას ცდილობს ხოლმე ჩაიყვანოს ძირს, დაამუშაოს იქ და დააფინიშოს. განვითარებული აქვს ძალიან თავისი ჭიდაობა და ჯიუჯიტსუ, მოკლედ მაგარ ხოძეა და მიდის წინ და წინ. როგორც თქვი, ლემოსისთვის ძალიან რთული არის მოჭიდავესთან ჩხუბი, თან ასაკშია ლემოსი 39 წლისაა, უკეთესი ვეღარ გახდება, ტაინარა კი ნელ-ნელა უფრო ვითარდება. ვფიქრობ, ტაინარას ჩხუბია ეს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1 და 39 აქვს, ალექსია ტაინარას ფავორიტია, საკმაოდ დიდი, ლემოს აქვს 2 და 92. ჩემი პიკი იქნება ალექსია ტაინარას გამარჯვება ან submission-ით, ან decision-ით. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ტაი მილერი, ბილი რეი გუფის წინააღმდეგ. ორი საკმაოდ თანაბარი სკილების მქონე მებრძოლის დაპირისპირება გვაქვს, ორივე ამერიკელია.
ორივე საკმაოდ მოკლე კარიერა აქვს ჯერჯერობით UFC-ში. ტაი მილერს სულ ერთი ჩხუბი აქვს ჩატარებული და მოგებული აქვს ეს ერთი ჩხუბი. დანავეთის კონტენდერებში მოიპოვა კონტრაქტი, შემდეგ ადამ ფუგის ეჩხუბა პირველი ჩხუბი UFC-ში და პირველივე რაუნდში დააფინიშა. სტრაიკერია ერთპიროვნულად ტაი მილერი, ახალგაზრდაა, 26 წლისაა. კაი ჩხუბი იყო ფუგითთან, ძალიან მომეწონა იმ ჩხუბში ტაი მილერი, ხოლო ბილი რეიგულს რაც შეეხება 9-4-ზე აქვს ბალანსი. ის 2023 წლიდანაა UFC-ში, პირველი ჩხუბი მოიგო პირველი რაუნდის ფინიშით. ძალიან კაი ფინიში იყო, მახსოვს კინოშიტას წინააღმდეგ, ჰაიპი ჰქონდა კინოშიტასთან მაშინ და ჩაუხშო ეს ჰაიპი და გააძევა საერთოდ UFC-დან იმის მერ გაუშვეს. მაგ ჩხუბის შემდეგ ორი ჩხუბი წააგო ზედიზედ, ეს ბოლო ორი ჩხუბი ტრეი უოტერსთან და ბოლო ჩხუბში რამის ბრაჰიმაიმ დააფინიშა გილიოტინით პირველივე რაუნდში. უყვარს გულსაც სტრაიკინგი, ცდილობს რომ დგომში დატოვოს ჩხუბი და იქ მოუნახოს რამე თავის მეტოქეს. ფიქრობ რომ სტრაიკინგში წარიმართება ეს ჩხუბი და ცოტათი უპირატესობას ვაძლევ ტაი მილერს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, საკმაოდ დიდი ფავორიტია ტაი მილერი 1.26 აქვს, ბილი გუფსა აქვს 3.78. არ ვფიქრობ რომ ამ ხელა განსხვავება უნდა იყოს კოეფიციენტებში, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ მილერი ფავორიტი უნდა იყოს და ჩემი პიკიც ტაი მილერის გამარჯვება ვიტყვი decisions. დავუმთავრეთ main card-ი, გადავდივართ პრელიმების ჩხუბებზე. შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ვიდეო, თუ მიყურებთ ახლა და აქამდე ჯერ არ დაგილაიქებიათ და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. სტივენ ასპლანდი გილერმე პატის წინააღმდეგ heavyweight-ების ჩხუბი გვექნება. სტივენ ასპლანდი სულ ახლახანს გამოჩნდა UFC-ში, 7-2-ზე აქვს ბალანსი. ორი ჩხუბი ჩაატარა, პირველი მოიგო შენ შარაფის წინააღმდეგ, მეორე რაუნდის standing TKO იყო და heavyweight-ებში ყველაზე მეტი significant striking-ის რეკორდი მოხსნა თუ რაღაც მსგავსი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი დარტყმა გაუტარა შერაფს და მეორე რაუნდში დააფინიშა. ბოლოს ვიტორ პეტრინოს ეჩხუბა და 3 რაუნდიანი ომი ვიხილეთ, მართლა ძალიან back-to-back fight-ი იყო, ჰქონდა შანსები თავისი ასპლანს, თუმცა პეტრინომ ბოლოსკენ ძალიან მიაწვა, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სახეზე, გადახსნილი ჰქონდა სახე ასპლანს, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს უკან მაგ ჩხუბში და ძალიან დიდი პატივისცემა მოიპოვა ჩემგან, მართლა ძალიან მომწონს, ვფიქრობ დიდი კარიერა აქვს მას UFC-ში, მით უმეტეს heavyweight-ში, სადაც დიდი ტალანტი არ არის საერთოდ, დიდი ბიჭია ასპლანდი, ფიზიკურადაც ეთყობა რომ აქამდე ძალიან მძიმე წონა იყო და დაკლებული აქვს ახლა, აქვს ძალიან ბევრი, აი თუ არ ვწდები, რაღაც 100 ფაუნდამდე აქვს დაკლებული და სხეულზეც ეთყობა რომ აი ეს კანი აქვს ჩამოწელილი. როგორც თვითონ ამბობს, ეს წონის დაკლება მას ძალიან დაეხმარა, იმიტომ რომ ახლა კარდიო აქვს ძალიან კაი. ოქტაგონზე გადაადგილდება მარტივად და თავის ამ გამძლეობის და სისწრაფის ხარჯზე უგებს ხოლმე მეტოქეებს. გილერმე პაძეც რო ვისაუბროთ, 6-1 აქვს ბალანსი, ბრაზილიელი მებრძოლია. მასაც UFC-ში ორი ჩხუბი აქვს ჩატარებული. პირველი ჩხუბი მოიგო decision-ით, საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლს ეჩხუბა, თუმცა მოიგო და ბოლო ჩხუბი ტომას პიტერსენთან წააგო. ტომას პიტერსენიც საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლია და ვერ მოახერხა მასთან მოგება, რაც ძალიან ცუდად ჩანს. საინტერესო ფაქტი რაც არის, ტომას პიტერსენს როცა ეჩხუბა, იმ ჩხუბში ტომას პიტერსენს თავის კუთხეში ყავდა სტივენ ასპლანდი, იმიტომ რომ გუნდელები არიან, სპარინგ პარტნიორები არიან, ასე რომ ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ამბავია ასპლანდისთვის. ნანახი აქვს უშუალოდ როგორ ჩხუბობდა გილერმე პატი და პიტერსენიც რა თქმა უნდა ეხლა რაღაც რჩევებს მისცემს, უკვე იცის დაახლოებით რას როგორ აკეთებს პატი. სტრაიკერია გილერმე პატი ერთპიროვნულად, აქვს კარატე სტილი, ანუ ძალიან გაშლილი დგომი აქვს, არის საკმაოდ დიდი და ათლეტური heavyweight-ი. ჩემთვის გილერმე პატი არის სირილ განის ტემუ ვერსია. ამ ჩხუბში ვფიქრობ, რომ დიდი ფავორიტი უნდა იყოს სტივენ ასპლანდი, ვფიქრობ, რომ მოუგებს გილერმე პატს, შეიძლება რაღაცაზე დაიჭიროს დგომში და დაანოკაუტოს, ან decision-ით მოუგოს. პიტერსენმა მახსოვს ნოკდაუნი გაუკეთა გილერმე პატს და პიტერსენი თუ ნოკდაუნს გიკეთებს, ასპლანდიც რაღაც მომენტში ალბათ რაღაცაზე დაიჭერს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.33 აქვს ასპლანს, დიდი ფავორიტია, ხოლო გილერმე პატს აქვს 3.22, ჩემი პიკი არის სტივენ ასპლანდის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, დიერ ნურგოჟაი, ბრუნო ლოპესის წინააღმდეგ, light heavyweight-ების ჩხუბი გვაქვს. ეს არის კლასიკური სტილისტიკური დაპირისპირება სტრაიკერი გრეპლერის წინააღმდეგ. დიერ ნურგოჟაი გახლავთ ყაზახი მებრძოლი, რომელიც ერთპიროვნულად არის სტრაიკერი, რაც UFC-ში შემოვიდა, 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული, პირველ ორში წააგო საბმიშენით, ჩაიყვანეს ძირს და მოუნახეს მტკინვეული. ბოლო ჩხუბი მოგებული აქვს რაფაელ ტობიასის წინააღმდეგ, მოჭიდავეს მოუგო,
გამიკვირდა, არ მეგონა თუ მოუგებდა, აჩვენა თავისი განვითარება, მართალია რაღაც მომენტში მაინც ჩაყავდა ძირს ტობიას და აკონტროლებდა, ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა ტობიას, რომ მოეგო ეს ჩხუბი, თუმცა აჯობა ნურგოჟაიმ. ბრუნო ლოპეს რაც შეეხება 14-3-ზე ბალანსი აქვს, მას აქვს UFC-ში 3 ჩხუბი ჩატარებული, პირველი მოგებული აქვს და იმის შემდეგ 2 ჩხუბი ზედიზედ წააგო ფინიშით დასტინ ჯაკობისთან და ბოლოს აქვს ნავახო სტირლინგთან. ის ერთპიროვნულად მოჭიდავია, ცდილობს თავისი მეტოქე ძირს ჩაიყვანოს და ან საბმიშენით დააფინიშოს, ან ground and pound-ით. რო გადავხედოთ მის განულ კარიერას, ძირითადად ჩხუბები ეგრე აქვს მოგებული და ამ ჩხუბშიც შეეცდება, რა თქმა უნდა, რომ ჩაიყვანოს ნურგოჟაი და დააფინიშოს ძირს. რაც არ მგონია, რომ ადვილი საქმე იყოს. ფიქრობ, რომ განვითარებულია ნურგოჟაი, ფიქრობ, ბევრს მუშაობს თავის takedown defense-ზე. თუ მოახერხებს ნურგოჟაი და ამ ბრძოლას ფეხზე დატოვებს, აუცილებლად დარჩება გამარჯვებული. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.61 აქვს ნურგოჟაის, ხოლო ბრუნო ლოპეს აქვს 2.28. პატარა ფავორიტია ნურგოჟაი, მოეთანხმები კოეფიციენტებს და ვიტყვი, რომ ამ ჩხუბში გამარჯვებული დარჩება დიარ ნურგოჟაი. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ისევ დიდი ბიჭების ჩხუბი გვაქვს. ლუის ადერლენდი, ჯოსე მონტანას წინააღმდეგ, ჰევივეითების ჩხუბია. 6-1 აქვს ბალანსი, ჯოსე მონტანას ბრაზილიელი მებრძოლია, რომელიც დებიუტს ჩაატარებს ახლა UFC-ში. რო გადავხედოთ მის კარიერას, 1 წაგება აქვს მარტო 2022 წელს. და ინტერნეტში საერთოდ არ არის მისი ვიდეოები, მისი ჩხუბების ვიდეოები, ეს ჩხუბი ვნახე 2022 წელს, რაც აქვს წაგებული, საკმაოდ ცუდი ჩხუბი იყო, თუმცა სხვანაირად გამოიყურებოდა, ფიზიკურად სულ სხვანაირი იყო ჯოსე მონტანა მაშინ და ეხლა სურათები რაც ვნახე, საერთოდ სხვა ადამიანია, ძალიან შეცვლილია და ვფიქრობ, რომ იმ ჩხუბის შემდეგ შეცვლილი იქნება, განვითარებული იქნება უფრო დიდი ალბათობით. თუმცა მაინც ბევრი ინფორმაცია არ მაქვს ამ კაცზე. რაც ვიცი, არის ის, რომ 29 წლისაა და არის გრეპლერი, უფრო ვიდრე სტრაიკერი, უყვარს თავის მეტოქეების ძირს ჩაყვანა და შემდეგ იქ დაფინიშება. ფინიშები რაც აქვს, 1 KO აქვს და დანარჩენი 3 საბმიშენი აქვს. ლუის ადერლენდს რაც შეეხება 11-5-ზე ბალანსი, ლუის ადერლენდს ასე თუ ისე ვიცნობთ უკვე 3 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, პირველი 2 წააგო, ორივე ფინიშით, თუმცა ბოლოს ტაიტუ ივასასთან მოიგო, ეს ძალიან კაი მოგებაა. ადერლენდი არის, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მოჭიდავე, მაგრამ დგომშიც არ უშინდება გაცვლებს, დგომშიც ჩხუბობს, თუ დაჭირდა, ჭიდაობს. ტაიტუ ივასასთან დაჭირდა ჭიდაობა და მშვენივრად გამოიყენა, თითქმის 3 რაუნდი ათრია ტუივასა ძირს და თან საკმაოდ კარგ ტეიქდაუნებს უკეთებდა და ძირსაც პოზიციებიდან პოზიციებში გადადიოდა ძალიან კარგად, ანუ ამ კაცს ესმის ჯიუ-ჯიტსუ. თან განსაკუთრებული ფაქტი რაც არის ლუის ადერლენდზე არის ის, რომ ლონდონში ცხოვრობს, ლონდონში ვარჯიშობს და ვარჯიშობს ქართველ შავქამართან, ჯიუ-ჯიტსუში შავქამართან ერთად, სანდრო თევზაძესთან. ვინც არ იცით, სანდრო თევზაძე ახალგაზრდა შავი ქამარი, ჯიუ-ჯიტსუს კომპეტიტორი ბიჭია, რომელიც აქტიურად გამოდის ჯიუ-ჯიტსუში და დაჟე MMA-შიც აქვს ჩხუბები ჩატარებული. ძალიან პერსპექტიული ბიჭია, პირადად ვიცნობ, უმაგრესი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, სანდროს უდიდესი კარიერა აქვს. წინ როგორც ჯიუ-ჯიტსუში, ასევე MMA-შიც. მოკლედ სანდროსთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე ლუის ადერლენდი, ხშირად ხედავ ხოლმე ერთად სურათებში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ლუის ადერლენდი მუშაობს თავის ground game-ზე, რაც რა თქმა უნდა დადებითი ამბავია, მით უმეტეს ამ ჩხუბში ებრძოლება მოჭიდავე გრეპლერ მებრძოლს და აუცილებლად ძალიან გამოადგება ასევე თავისი ჭიდაობა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.61 აქვს ადერლენდს, ჯოსე მონტანას 2.28. როგორც თქვი, ბევრი არაფერი ვიცი ჯოსე მონტანაზე, შეიძლება გამოვიდეს და ძალიან მაგარი პერფორმენსი დადოს, ან პირიქით. ამიტომ ვიტყვი იმას, რაც ვიცი და რაც მაქვს ნანახი, ეს არის ლუის ადერლენდი, ჩემპიკია ლუის ადერლენდის გამარჯვება ამ ჩხუბში. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, მანუელ სოუსა, რიჩი მირანდას წინააღმდეგ. მანუელ სოუსა ბრაზილიელი მებრძოლი 14-1-ზე ბალანსი უმძიმესი ხელებით. ერთი ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული ბოლაჯიოკის წინააღმდეგ, მესამე რაუნდში დააფინიშა ბოლაჯიოკი. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. სოუსამ ყავდა დაფიქული, ასევე ბეთის მქონდა მანუელ სოუსას ნოკაუტი აღებული და მქონდა მანუელ სოუსას გამარჯვება მესამე რაუნდში. ორივე წამოვიდა, კი არა და სამივე უბრალო მოგებაც ჰქონდა. მოკლედ ძალიან გამახარა მაგ ჩხუბში სოუსამ. ვფიქრობ, რომ მართლა კარგი მებრძოლია, უმძიმესი ხელები აქვს. ბოლაჯიოკისთან თავიდან ძალიან კარგად დაიწყო, მერე რაღაც პონჩი ოკიმ ამოუკაჩასავით და
უქმნიდა პრობლემებს, თუმცა ბოლოს ისევ მიაწვა სოუსა და მოახერხა დააფინიშა სულ რაღაც 1 წუთი იყო დარჩენილი ჩხუბის დასრულებამდე. დანაოეთის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული თავისი კონტრაქტი, იქაც მესამე რაუნდში დააფინიშა მეტოქე და საერთოდ მის გავლენ კარიერას რო ჩავხედოთ, ძირითადად ესე ფანჩებით ყავს დაფინიშებული თავის მეტოქე. რიჩ მირანდას რაც შეეხება 13-1 აქვს ბალანსი, ეხლა აკეთებს UFC-ში დებიუტს, LFA-დან გადმოდის, LFA-ის lightweight-ის ჩემპიონი იყო იქ და თან საკმაოდ წარმატებული, წინა წელს მოიპოვა ქამარი და იმის შემდეგ მოახერხა და ორჯერ დაიცვა, დაჟე ერთი დაცვა ეხლა ხანსა აქვს ჩატარებული, მეორე რაუნდში დაამარცხა თავისი მეტოქე ფინიშით, იმის წინ 5 რაუნდი აქვს ნაჩხუბარი თავის მეტოქის წინააღმდეგ და decision-ით მოუგო და მაშინაც როცა ქამარზე პირველად ჩხუბობდა მეხუთე რაუნდში დააფინიშა თავისი მეტოქე. ანუ საკმაოდ გამოცდილია 5 რაუნდის გამოცდილება აქვს და რაც ვნახე მისი ვიდეოები არის ძალიან შეკრული მებრძოლი, უყვარს ჭიდაობა, საკმაოდ მძიმე მოჭიდავეა და აქვს მაღალი დონის საბმიშენები ასევე. 31 წლისაა და ვარჯიშობს Bloodline MMA-ში. ეს Bloodline-ი არის კაპსონსონის ახალი დარბაზი, ანუ მისი მთავარი მწვრთნელი არის კაპსონსონი. ბოლო ჩხუბებია ამ დარბაზიდან მებრძოლები ძალიან ჰაიპში არიან, ყველა გამოიყურება ძალიან მაგრა და ყველა რაღაც ერთი დონით მაღლა დგას, ვიდრე აქამდე იყო და ერთი დონით უფრო განვითარებულია. რაც შემთთვის ძალიან დადებითი ამბავია რიჩი მირანდასთვის. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჩხუბში 1.36 აქვს მანუელ სოუსას, რიჩი მირანდას აქვს 3.07. არ ვფიქრობ, რომ ამ ხელა ფავორიტი უნდა იყოს სოუსა, თუმცა მაინც ვფიქრობ, ცოტათი ფავორიტი უნდა იყოს, ალბათ პირველივე რაუნდში რამე მძიმე დარტყმაზე თუ არ დაიჭირა სოუსამ, შემდეგ თანაბარი ჩხუბი გვექნება, აუცილებლად მიაწვება მირანდა და შეეცდება რომ ამოუკაჩოს, შეეცდება ტეიქდაუნებით გააკონტროლოს ძირს და რამე საბმიშენი მოუნახოს, ამიტომ ვფიქრობ ძალიან ახლო ჩხუბია. საბოლოო ჯამში მივენდობი მაინც სოუსას მძიმე ხელებს და ვიტყვი რომ დაიჭერს რაღაცაზე მირანდას, გაარტყავს და დააფინიშებს. შეიძლება მესამე რაუნდში იყოს ეს. ნანახი გვაქვს ჩვენ ბოლო ორი ჩხუბი, სოუსას მესამე რაუნდის ნოკაუტით აქვს მოგებული და პირველ რაუნდში თუ ვერ მოახერხა მირანდას დაფინიშება, იმის იმედიც მაქვს, რომ მესამე რაუნდში ექნება მაგის ძალა, რაღაც მომენტში დაიცვას ტეიქდაუნისგან თავი და ჩაუსვას მირანდას თავისი უმძიმესი ხელები და გათიშოს. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, მაილს ჯონსი, ჯესი როსასის წინააღმდეგ. მაილს ჯონსი, ამერიკელი მებრძოლი, ვეტერანი, 32 წლისაა და UFC-ში არის საკმაოდ დიდი ხანია 2019 წლიდან. დიდი ხანი არ არის, მაგრამ ბევრი ჩხუბი აქვს ძალიან ჩატარებული. ბოლო 3 ჩხუბია ვეღარ გამოიყურება კარგად, 3-ვე წაგება აქვს. საერთო ჯამში ძალიან შეკრული მებრძოლია, ძალიან გამძლეა. დაუპირისპირდება ჯესი როსას, რომელიც არის რაულ როსას ჯუნიორის უფროსი ძმა. 23 წლისაა. ძირითადად გრეპლერია ისიც თავის ძმის მსგავსად, მაგრამ აქვს სტრაიკინგიც ასევე და საკმაოდ კარგი სტრაიკინგი აქვს. ვფიქრობ რაულ როსასთან შედარებით ბევრად კარგი სტრაიკინგი აქვს ამბიც. მაილს ჯონსი ძალიან რთული ტესტია მისთვის ესე დებიუტში UFC-ში. მის მეტოქეების ლეველი ბევრად მაღალია ვიდრე ჯესი როსასის იყო აქამდე და არ მომწონს ჯესი როსასისთვის მაილს ჯონსი დებიუტში. 1.57 აქვს მაილს ჯონს კოეფიციენტი, ჯესი როსას აქვს 2.38. ვფიქრობ როსასი ნახავს წარმატებას UFC-ში, თუმცა ამ ჩხუბში ვფიქრობ რომ დამარცხდება, ჩემი პიკი იქნება მაილს ჯონსის გამარჯვება decision-ით. მივადექით ბოლო ჩხუბს და გვექნება ქალების დაპირისპირება, შეიძლება ითქვას ორი წყალწაღებული ქალის ჩხუბი გვაქვს, რომელსაც არ აქვს კარგად ამბავი UFC-ში, ჯულიანა მილერი ყავს ერთ მხარეს, რომელსაც 4-4-ზე აქვს ბალანსი, UFC-ში ხშირად ვერ ვნახავთ ხოლმე, კი არა და საერთოდ არ მახსენდება ესეთი ცუდი რეკორდის მქონე მებრძოლი რომ ენახოს, ხოლო რავენა ოლივეირას რაც შეეხება 7-4-ზე აქვს ბალანსი, მას შედარებით უფრო უკეთესი ბალანსი აქვს, თუმცა ბევრად ცუდად გამოიყურება ვიდრე მისი მეტოქე. UFC-ში აქვს ჩატარებული 3 ჩხუბი სულ და 3-ვეში წაგება აქვს. აქედან არის 2 ფინიში. ვერ იპოვა თავისი თავი ჯერჯერობით UFC-ში და ამ ჩხუბში დამარცხების შემთხვევაში დიდი ალბათობით საერთოდ გაუშვებენ. სტრაიკერია რავენა ოლივეირა, თუმცა კარგი სტრაიკერი ნამდვილად არ არის. ჯულიანა მილერს რაც შეეხება 4-4-ზე კი აქვს ბალანსი, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს UFC-ს გარეთაც. ძირითადად გრეპლინგის მხრივ არის მართლა მაღალი დონის ჯიცერი, აქვს მონაწილეობა მიღებული ბევრ გრეპლინგის შეჯიბრებებში
და ასევე არის UFC-ს Ultimate Fighter-ის გამარჯვებული, ზუსტად მაქედან მოიპოვა კონტრაქტი და მაგის შემდეგ შემოვიდა UFC-ში. ბოლო ჯგუფი კარლი ჯუდისთან წააგო. კარლი ჯუდისი არის მართლა ძალიან მაგარი გოგო და ძალიან გამეკვირდა მილერი როგორ კარგად აწეს ჯგუფმა მაგ ჯგუფში. არ მოველოდი ამდენს მილერისგან მესამე რაუნდში აქეთ ძალიან მაგრა აწვებოდა. ერთი აღსანიშნავი ფაქტი, რაც არის ჯულიანა მილერის შესახებ, UFC-ს გარეთ გრეპლინგის შეჯიბრში აქვს მოგება ბიამესკიდას წინააღმდეგ. ბიამესკიდა არის UFC-ში ჩემი აზრით ყველაზე მაღალი დონის ქალი ჯიცერი. მართალია ის escape time-ით აქვს მოგებული, ან ვერც ერთმა მებრძოლმა submission-ი ვერ აიღო მაგ მატჩში და ბოლოს იმაზე იყო დამოკიდებული, რომელი მებრძოლი უფრო სწრაფად გამოიქცეოდა ცუდი პოზიციიდან. როგორც ჩანს, მილერი უფრო სწრაფად გამოვიდა submission-იდან და მაგიტო დარჩა გამარჯვებული. ძირს როცა გადადის ჩხუბი, მუშაობს ძალიან მაგრად, ძალიან სწრაფად. Ground game-ში ბევრად უფრო მაღალ დონეზეა მილერი, ვიდრე striking-ში ოლივეირა არის მილერზე უკეთესი. ვფიქრობ, რაღაც მომენტში ძირს გადავალთ, არ აქვს მნიშვნელობა მილერი ქვემოთ იქნება თუ ზევიდან და იჭერს submission-ზე ოლივეირას და მტკინეულით დააფინიშებს. 1.34 აქვს მილერს, რავენა ოლივეირას აქვს 3.17. ჩემი პიკი ამ ჯგუფში იქნება ჯულიანა მილერის submission-ით. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი პროგნოზების ვიდეო. იმედია პროგნოზები წამოვა ისევე ჯიგრულად, როგორც წინა კვირას წამოვიდა. უცებ ჩავყევი ქარდს, მშვენიერი ქარდი გვაქვს. ბრუნდებით ისევ ლას-ვეგასში და უბრუნდებით ისევ ღამის თევას. საქართველოს დროით პირველ საათზე იწყება უკვე კვირას გამთენიისას ეს ქარდი და ვიქნები ლაივში ტრადიციულად ახლა უკვე YouTube-ზე. წინა კვირას უფრო მეტი ხალხი შემოვიდა, ვიდრე იმის წინა კვირას პირველად როცა ჩავატარე ლაივი. ვიდეოს დასასრულს შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ჩხუბებზე, როგორი პიკები გაქვთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, შემდეგი ვიდეო იქნება რა თქმა უნდა ბეტინგის ვიდეო, განვიხილავ ამ ქარდს ბეტინგის მხრივ, გეტყვით ჩემს საყვარელ პოზიციებს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.